კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღეს გვაქვს მეოთხე კვირის პირველი ლექცია, თეორიული ლექცია, სადაც ვისაუბრებთ ახალ თემაზე, სახელად ფუნქციები, ანუ functions. როგორც ყოველთვის დღესაც დავიწყებ პრობლემით. მაგალითისთვის გვაქვს ესეთი ტასკი, რომ უნდა დავაკონსოლოთ 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვები. ანუ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. და ამას ვერთ მარტივად for ციკლის გამოყენებით თავიდან ცვლას ვქნით იცვლას, რომელიც ერთის ტოლია, ავდივართ 10-ის ჩათვლით, ანუ მანამ ვაკონსოლებთ სამ 10-ზე ნაკლებიანი ტოლი იქნება i. ყველა იტერაციაზე, ანუ ბიჯზე ვზრდით is 1-ით და თითო ბიჯზე ვაკონსოლებთ აი ამ ჩვენს რიცხვს. მაგრამ ასეთ რაღაცას გვეუბნებიან ჩვენ მოცემულობაში, რომ აი ეს ფუნქციონალი ჭირდება 4-ჯერ, მაგალითად. ანუ მე რო 1-დან 10-მდე რიცხვს ვაკონსოლებ, ეს უნდა გავიმეორო 4-ჯერ. ერთი ვარიანტი ამისა არის, რომ 4 for ციკლი ჩამოვწერო აი ესე. ან უფრო კარგ შემთხვევაში არის ის, რომ 1 for ციკლი ჩავსვე კიდევ 1 for ციკლში, როგორც წინას კვირის სემინარს გავიარეთ, ანუ nested loop-ი გამოვიყენო. მაგრამ აი ზოგადად რო ვთქვათ, თუ გვიწევს რაღაც ერთი კონკრეტული ჩანაწერის ბევრჯერ გამოყენება და ბევრჯერ ვიმეორებთ ამ კოდს. ეგ უკვე კაი პრაქტიკა არა, იმიტომ რომ ვარღვევთ dry-ის მიდგომას. Dry არის don't repeat yourself. ანუ არ გავიმეოროთ საკუთარი კოდი, ან თუ ერთ ლოგიკას ამსახურება ერთი კოდი, ერთი რაღაცა, ერთი ხაზი არა აუცილებლად რო იყოს, შეიძლება 100 ხაზიანი იყოს. ამ კოდის გამეორება არ უნდა გვიწევდეს არსად. ამიტომ ეს არის ცუდი პრაქტიკა. და ამის თავიდან ასარიდებლად ვიყენებთ ზუსტადაც რომ აი ფუნქციებს. და ეხლა ეს ფუნქციები რაში გვეხმარება? ფუნქცია, სიტყვა ფუნქცია უკვე ძალიან ბევრჯერ გამოვიყენეთ. აი მეოთხე კვირამდე. მეცაც გეტყვით, პირველი კვირიდან ფუნქციას ვახსენებ. ყველაზე მარტივი რო გითხრათ, console logis არის ფუნქცია. ანუ ფუნქცია არის ჩანაწერი, წინასწარ გამზადებული ჩანაწერი, რომელიც რაღაც გარკვეულ ფუნქციონალს ასრულებს. როგორც არის console logi. console logis ასრულებს ძალიან რაღაც კონკრეტულ მოქმედებას, რაც არის ის, რომ ბეჭდავს ჩვენს მიერ გადაწოდებულ მნიშვნელობას ეკრანზე, ტერმინალში. ანუ სიამოვნებაში ეს console.log არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ JavaScript-ის შექმნელებმა გათვალეს, რომ ეს console log-ი, ანუ ზოგადად ეკრანზე გამოტანა რაღაც მნიშვნელობის ხშირად დაგვჭირდებოდა დეველოპერებს, ამიტომ შექმნეს ფუნქცია სახელად console.log და შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება ძალიან ბევრჯერ. როცა გვინდა და სადაც გვინდა პროგრამაში. ანუ სიამოვნებაში ამ console.log-ის უკან რაღაცა ლოგიკა და კოდი დგას სიამოვნებაში. უბრალოდ მაგ ყველაფრის ჩაწერა ხელით არ გვიწევს ყველა ჯერზე, როცა დაკონსოლება გვინდა ტერმინალში რაღაც მნიშვნელობის. და ამისთვის გვჭირდა ფუნქციები, რომ კოდის გამეორება თავიდან ავირიდებთ. და როგორ სინტაქსებს ახლა ამ ფუნქციას. მის წერას ვიწყებთ function keyword-ით, function-ით და ამით მიუთითებთ JavaScript-ს, რომ მინდა ფუნქციის შექმნა. შემდგომ უკვე წერთ ფუნქციის სახელს. და ზოგადად ჯობია რომ ფუნქციის სახელი იყოს ისეთი, რომ მიგვანიშნებდეს თუ რას აკეთებს ფუნქცია. აი console logis მაგალითად. console log ეგრევე გვეუბნება რას აკეთებს. აკონსოლებს ან ლოგავს რაღაც მნიშვნელობას ტერმინალში. და ეს ფუნქციის სახელიც იგივე სტილით იწერება როგორც ცვალის სახელები. ანუ ვიწყებთ პატარა ასოთი და ვიყენებთ camel case მიდგომას. ანუ ყოველი შემდგომი სიტყვის პირველი ასო არის დიდი. ანუ აქ მაგალითად ორ სიტყვიანი სახელი მაქვს print numbers. print არის პატარა ასოებით და numbers მეორე სიტყვა რო იწყება, უკვე ვიწყებთ მას დიდი ასოთი. შემდგომ ფუნქციის სახელის შემდგომ წერთ მრგვალ ფრჩხილებს. ესეც აუცილებელია და მრგვალ ფრჩხილებს მე წერთ ფიგურულ ფრჩხილებს. და ამ ფიგურული ფრჩხილების შორის იწერება ის კოდი, რაც მინდა რომ ფუნქციამ შეასრულოს. ანუ მეხუთე ხაზზე იხურება ფუნქციის ფიგურული ფრჩხილი და პირველ ხაზზე იხსნება. და ამათ შორის რაც წერება არის ფუნქციის ნაწილი. და ამ ფუნქციაში მე მისის for ციკლი ჩვეულებრივად აქ არაფერი არ იცვლება, 1-დან ვიწყებთ 10-ის ჩათვლით დავდივართ 1-ით ვზრდით თითო ბიჯზე და მე ვაკონსოლებ ყველა იტერაციას.
მოდი ეს კოდი ჩავწეროთ ჩვენს. გავხსნი Visual Studio Codes. ესე. და მოდი შევქმნათ ფუნქცია, რომელიც დააკონსოლებს რიცხვებს 1-დან 10 ჩათვლით. ანუ ვიწყებთ function-ით. შემდგომ ფუნქციის სახელი print numbers გვალი ბრჭყილები, ფიგურული ბრჭყილები და აქ იწერება უკვე ჩვენი ფუნქციონალი. ანუ for cycle i უდრის 1-ს, ინაკლებიან ტოლი 10-ზე, i ++-ი და ვაკონსოლებთ რიცხვს. ეს. და მოდი გავუშვით პროგრამა და დავტესტოთ რამდენად სწორად მუშაობს. Node გამოტოვება ფაილის სახელი lecture 4 გავუშვით და არაფერი არ მომხდარა. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ახლა ფუნქცია მხოლოდ შევქმნით. განსაზღვრეთ, მაგრამ ეს ფუნქცია არ გამომიყენებია. იგი არის console log-ზე. console log-ის უკან ხო დგას რაღაცა კოდი, რომელიც ამუშავებს ამ ფუნქციას, მაგრამ მე თუ console log-ი არ ჩავწერე, ის სალკე კოდი არაფერს არ წარმოადგენს. ანუ შექმნილი არის default JavaScript-ში, მაგას ვერ ხედავთ, ჩაშნებული JavaScript-ში, მაგრამ რახამ არის, იგი არაფერს არ ანიშნავს, თუ არ გამოვიყენე ის. აქაც იგივეა, ანუ მე მჭირდება რომ ეს ფუნქცია გამოვიძახო. და ფუნქციის გამოძახება როგორ ხდება? წერთ ფუნქციის სახელს, იმ ფუნქციის სახელს, რომელიც მინდა რომ გამოვიძახო, ანუ ავამოქმედო და მე ვწერთ მრგვალ ბრჭყილებს. აი ეს მრგვალი ბრჭყილები იძახებს ფუნქციას. ანუ ჯერ ვწერთ რა ფუნქცია მინდა გამოვიძახო და მე გამოძახების ნიშანი არის მრგვალი ბრჭყილები. ანუ ახლა მე აქ უნდა დავწერო print numbers და მე მრგვალი ბრჭყილები. ახლა გავუშვათ იგივე პროგრამა და ვნახავთ რომ რიცხვები დაბეჭდება 1-დან 10 ჩათვლით. ანუ აქ რა მოხდა? პროგრამა რომ დაიწყო მუშაობა, პირველი ხაზიდან მეხუთე ხაზამდე არაფერი გაუკეთებია, იმიტომ რომ უბრალოდ ფუნქცია შევქმნით, მაგრამ მეშვიდე ხაზზე ეს ფუნქცია გამოვიძახე. ანუ უთხრა რომ print numbers ფუნქცია მინდა რომ გამოვიძახო მრგვალი ბრჭყილებით. როგორც კი პროგრამა მოვიდა მეშვიდე ხაზზე, რა გააკეთა? შევიდე ფუნქციაში. ანუ პროგრამა ახლა გადახდა მეორე ხაზზე. იმიტომ რომ ფუნქციის შიგნით რა კოდი წერია, უკვე იწყებს მაგის შესრულებას. ხო? და მე ეს for cycle რა ამუშავა, დაბეჭდა რიცხვები 1-დან 10 ჩათვლით. და მე ახლა უკვე შემიძლია, რადგანაც ეს ყველაფერი ფუნქციაში მაქვს გაწერილი, იმდენჯერ გამოვიძახო ეს ფუნქცია, რამდენჯერაც მე მინდა და სადაც მინდა. ანუ მე შემიძლია შევწერო 3-ჯერ. აი ეს. და 1-დან 10-მდე რიცხვები დაბეჭდება 3-ჯერ. ანუ ეს პირველი გამოძახება იყო, ესა მეორე გამოძახება და ბოლო ანუ მესამე გამოძახება. და შემიძლია ნებისმიერ ადგილას დავწერო 1000 ხაზის მერე მეწეროს. ანუ ფუნქციის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე არის ის, რომ ერთხელ სააზღვრავთ რაღაც ფუნქციონალს და მერე ვიყენებთ რამდენჯერაც ჩვენ გვინდა და სადაც გვინდა. ისე როგორც console log იყო, ხო? და სხვადასხვა აი console log-შიც console.log მერე ბრჭყილებს ხსნით, ხედავთ? ანუ ეს ბრჭყილები იძახებს console log ფუნქციას და იმას ბეჭდავს, რასაც გავატანთ ბრჭყილებს შორის. ამასაც თავისი ტერმინი აქვს, რასაც აქამდე არ გახსენებდით, იმიტომ რომ არ მინდა რომ დამდებულიყავით, მაგრამ დღეს მაგასაც ვისწავლით. Okay. ფუნქციას ასევე აქვს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც არის return. ანუ დაბრუნებას ნიშნავს ქართულად. ანუ ფუნქციას შეუძლია რომ რაღაცა მნიშვნელობა დაგვიბრუნოს უკან. ანუ ფუნქციის გამოძახებისას შიგნით რა კალკულაციას მექნება, რა ლოგიკას მექნება, საბოლოო პასუხს რასაც მივიღებ, მე შემიძლია რომ ფუნქციას ეს საბოლოო პასუხი დავაბრუნებინო, ანუ დავარეთარნებინო. return keyword-ით. მაგალითისთვის შევქმნით ფუნქცია სახელად sum, იმიტომ რომ Java ნიშნავს და აქ რიცხვს ვაჯამებ, სადაც არის ცვლადები შექმნილი let x უდრის 10, let y უდრის 5, მერე ვაჯამებთ ამ ორ ცვლადს და სამ ცვლადში ვინახავთ let 3 უდრის x + y. და ბოლოს ვაბრუნებთ სამ მნიშვნელობას. მოდი შე კონსოლის გარეშე დავწეროთ, რომ პრობლემას დაგანახოთ. function sum შიგნით შევქმნათ ცვლადები let x უდრის 5, y უდრის 10, 3 უდრის x + y-ს. და მოდი უბრალოდ დავაკონსოლოთ ჩვენი მიღებული შედეგი. და რა თქმა უნდა ფუნქციას უნდა გამოვიძახოთ, ჯერ სახელს მიმართავ და მე მრგვალი ბრჭყილები.
გამოიძახოს. გავუშვათ და დაბეჭდათ 15, ხო? რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო. მაგრამ მე აღარ შემიძლია, რომ ეს რიცხვი 15 სადმე სხვაგან გამოვიყენე პროგრამაში. ეს 15 დაიკარგა, იმიტომ რომ ეკრანზე დავაკონსოლეთ და არსად არ შემინახია. მართალია მე სამცვლად შევინახე, მაგრამ მე ამ სამცვლადს ფუნქციის გარეთ ვერ მივწვდები. იმიტომ რომ ფიგურულ ფრჩხილებში რაც არის ცვლადი შექმნილი, ფუნქციის scope ქვია და მე მაგას გავვლით, ან ფუნქციის არსებობა გარემოში რასაც შევქმნით, მის გარეთ ვერ გავიტანთ. ანუ გარეთ არ შემიძლია რომ console.log 3 დავწერო. იმიტომ რომ ეგ ცვლადი შიგნით მაქვს შექმნილი და არა გარეთ. ანუ ეს 15 მე დავკარგე რა. და მე შემიძლია რომ ეს 15 გარეთ გამოვიტანო. და ეს ზუსტად მაგაში მეხმარება return keyword-ი. მე შემიძლია ეს 15 დავაბრუნებინო ფუნქციას. ანუ return 3 დავწერო. მოდი ახლა გავუშვით. ახლა რო გავუშვა ფუნქციის პროგრამა რა დამიკონსოლდება ტერმინალში. თქვენთან მოქვს ეგეთი შეკითხვა. ოკეი. 15. ოკეი. უმეტესად 15 სალამი თქვა არაფერი, მოდი ნახოთ. გავუშვით და არაფერიც არ დააკონსოლა. რატო? მოდი ნელა მივყვეთ. აქ არაფერი უქნია პროგრამას, მერვე ხაზი გამოვიძახეთ, ამიტომ გადახდა პროგრამა და შევიდა ფუნქციის ტანში. x 5 იყო, y 10, 3 გამოვიდა 15 და ფუნქციამ დააბრუნა რიცხვი 15. ანუ როდესაც ფუნქცია აბრუნებს მნიშვნელობას, ეგრე ჩათვალეთ, რომ ფუნქციის გამოძახების ადგილას ჩაჯდება მის მიერ დაბრუნებული მნიშვნელობა, ანუ 15. ანუ ფუნქცია რო გამოვიძახეთ და რაღაც დააბრუნა, მის ადგილას ჩდება ეს დაბრუნებული მნიშვნელობა. მაგრამ უბრალოდ 15 არაფერს არ ნიშნავს და ეკრანზე ვერ გამოვიტანთ, იმიტომ რომ console.log გვაკლია. მე რო 15 დავაკონსოლო, ძალიან მარტივია, ხო? console.log 15 დავწერე. მაგრამ 15 ჰარიდან არ მოდის, ხო, ფუნქცია აბრუნებს. ამიტომ აი ამ ფუნქციის გამოძახებას ჩავსვავ console.log-ში. აი ეს. ანუ ამის მაგივრად შეიძლება 15 და მე უკვე 15 დაკონსოლდება console.log ფუნქციის მიერ. გავუშვათ, აი ახლა უკვე გამოვიდა 15 ჩვენს ტერმინალში. ოკეი? და ეს არის ერთი მხარე. ანუ ჩვენ გვისწავლით რომ ფუნქცია შეუძლია რომ მნიშვნელობა დაგვიბრუნოს, ანუ output-ის სახით მოგვცეს. გამომავალი მნიშვნელობის სახით მოგვცეს. მაგრამ მოდი რაღაც ესეთი პრობლემა წამოვჭრათ. მაგალითისთვის მე ამ პროგრამაში არ მინდა რომ მაინც და მაინც რიცხვი 5 და რიცხვი 10 დავაჯამო, ხო? მე მინდა რომ სხვა რიცხვები დავაჯამო, მაგალითად 20 და 30. ეს შემთხვევაში რა მიწევს? მე მიწევს ფუნქციის შიგთავსის ცვლილება. x უნდა გავხადო 20, y უნდა გავხადო 30, დავასეივო, ახლიდან გავუშვა პროგრამა. და 50-ს კი დამიბრუნებს. მაგრამ ზოგადად რაღაც საიტს რო უშვებთ, ამ პროექტს რო უშვებთ, პროგრამისტი ხო არის კომპიუტერში და ხო არ ცვლის კოდს. ანუ ერთხელ რო გავუშვებ, ყველა შესაძლო ვარიანტისთვის უნდა იმუშაოს. ანუ იდეაში ხო კარგი იქნებოდა, რომ ისეთი მექანიზმი არსებობდეს, რომელიც საშუალებას მომცემდა, რომ ეს 30 და 20 ფუნქციას შევაწოდო შიგნით. ანუ განა შიგნითვე შევქმნა და მე შიგნით ვცვალო მნიშვნელობები. არამედ ფუნქციაში და კოდი უცვლელი დარჩეს, მაგრამ მე განვსაზრო ფუნქციას, რომ აი ეხლა 5 და 10 დამიჯამე. ეხლა ეგენი აღარ მინდა, ეხლა მოდი 20 და 30 დამიჯამე. და ეგეთი მექანიზმი არსებობს, რომელსაც ქვია პარამეტრები და არგუმენტები. აი მაგალითად, მაქვს ფუნქცია, რომელიც ითვლის და აბრუნებს რიცხვის კვადრატს. აი მაგალითად 5-ის კვადრატი არის 25. 5 მრავლდება 5-ზე. 10-ის კვადრატი არის 100, 10 ჯერ 10 და 3-ის კვადრატი არის 3 ჯერ 3, ანუ 9. შევქმნით ფუნქცია functions query და აი აქ მრგვალ ფრჩხილებში მე ჩაუწერე x-ი. და მე დავარექნე x-ი გამრავლებული x. ეხლა ეს x-ი რა არის და საიდან მოვიდა? ეგ რო გავიგოთ, ცოტა ქვევით მე ჩავიდით მეხუთე ხაზზე. სადაც ვიძახებთ ამ ჩვენ square ფუნქციას. Square ნიშნავს კვადრატს.
და აი აქ გადავაწოდეთ ხუთიანი. ახლა რა ხდება? ეს ხუთიანი არის არგუმენტი ფუნქციის და ეს x არის პარამეტრი. როდესაც მე ფუნქციის გამოძახებისას ფრჩხილებში ვატან რაღაც მნიშვნელობას, ეგ იმას ნიშნავს, რომ ახლა ეს ხუთიანი ჩაიწერება x ცვლადში. ეს ჩათვალეთ იგივე ცვლადია პარამეტრი. პარამეტრი არის, როდესაც ფუნქციის შექმნისას რაღაც ცვლადის ახლოს აკვწერთ ხოლმე რა. ანუ მაგალითად, მე განა აი აქ შევქმნი ცვლადებს x და y-ს. არა, x და y-ს მე ჩამოვწერე პარამეტრებად და ამათი მნიშვნელობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გავატან სამ ფუნქციას გამოძახებისას არგუმენტებს. ანუ 20 და 30-ს. მძიმებით შემიძლია გამოვყო, თუ რამდენიმე არგუმენტი მაქვს. ანუ პირველი არგუმენტი 20-იანი ჩაიწერება x ცვლადში, ანუ პირველ პარამეტრში და მეორე არგუმენტი, ანუ 30 ჩაიწერება მეორე პარამეტრში, ანუ y ცვლადში. ესენი ჩათვალეთ არის იგივე ცვლადები, რომელიც ფუნქციაში არსებობს მარტო მის გარეთ არა. და ეხლა ეს შემიძლია წავშალო, იმიტომ რომ x და y-ები მაქვს განსაზღვრული. მეორე ფუნქცია გავუშვა და მივიღოს 50-ს. მაგრამ ეხლა მე გადავიფიქრე და 5 და 10 ჩამიმინდა. რას ვაკეთებ? ფუნქციის შიგნავს არ ვცვლი, უბრალოდ ვატან სხვა არგუმენტებს, სხვა კონკრეტულ მნიშვნელობებს. 5 და 10-ს. ახლა რა მოხდა? 5 იქნება x-ის მნიშვნელობა, 10 იქნება y-ის მნიშვნელობა და აქ დაჯამდება შესაბამისად. ანუ ეხლა უკვე დააბრუნებს 15-ს. ანუ გამოდის რომ ფუნქციას განა მარტო აუთპუტით შეუვლიო რაღაცა და არ ეთანოს დამიბრუნოს, არამედ მე შემიძლია ფუნქციის შიგნით შევიტანო კონკრეტული მნიშვნელობები პარამეტრების და არგუმენტების გამოყენებით. და აქაც იგივე ხდება. პირველ გამოძახებაზე 5-იანს ვატან და x-ი არის 5-იანი და დააბრუნებს 25-ს, მერე 10-ს გავატან და 100-ს დააბრუნებს, მერე 3-ს გავატან და 9-ს დააბრუნებს. ანუ მე შემიძლია ეს ფუნქციის გამოძახება ბევრჯერ მქონდეს გაკეთებული, აი ასე. და სხვა რიცხვები გავატანო. მაგალითად 20 და 40 გავატანო, 10 და 3, 3 და 3 გავატანო, 3 და 4 იყოს, ეხლა 3 და 3 იყოს. აი ეს. ან ყველა გამოძახებისას სხვადასხვა პასუხს ამიბრუნებს, იმიტომ რომ მე რო აქ ფუნქცია გამოვიძახე, ამ დროს ცვლადები იყო 5 და 10. მე მეორე დრო გამოვიძახე, შეიცვალა 20 და 40-ია, მე 10 და 3-ია, მე 3 და 4-ია, მე 3 და 3-ია. და შესაბამისად მათი ჯამიც განსხვავებული იქნება 15, 60, 13, 7, 6. და სინამდვილეში ჩვენ ვწერდით console.log და მაგალითად hello world. ეს console.log ფუნქცია, ვინც გაწერა JavaScript-ის შექმნელებმა, ეს ფუნქცია ზოგადი არის. ზოგადად რაღაცას პრინტავს ტერმინალში. მაგრამ რას პრინტავს? ან რას ლოგავს ტერმინალში? იმას, რასაც გადავაწვით აი ფუნქციას არგუმენტად. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ სიტყვაზე რაღაცა ფუნქცია არსებობს, კონსოლი, რომელსაც აქვს string-ი რა, აქ პარამეტრად. და მე აქ რაღაცებს ისე შევარო, ტერმინალში გამოიტანოს ეს string. ოკეი? ანუ ეს თურმე არგუმენტი, აქამდე ძალიან ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ეხლა უკვე სახელიც ვიცით, რომ კონსოლი არის ფუნქცია, ვიძახებთ ამ ფუნქციას ბრუალი ფრჩხილებით და მე უკვე გადავაწვით არგუმენტს კონკრეტულ მნიშვნელობას. ეს წერტილის კიდე სხვა რამე არის, წერტილები ფუნქციებში არ გამოიყენება, სამ წერტილი რაღაცა რანდომად დავწეროთ, არ შეიძლება. წერტილის დაწერა ცვლადის და ფუნქციის ახლოში არ შეიძლება. ეს კიდე სხვა რაღაცა არის, მაგას შემდეგ კვირას არ მახსოვს როდის. შემდეგ კვირებში გავulit რა და მივხვდებით. ოკეი. ახლა მინდა ვისაუბრო ბაინდინგებზე და სკოუპებზე. ბაინდინგი უკვე ვიცით რა არის, ბაინდინგი არის აი ცვლადის შექმნის ნაწილი. და ის ნაწილი როდესაც ამ ცვლადს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ანუ ეს არის x ბაინდინგი მაგალითად. ანუ შექმნით x ცვლადი და მივანიჭებთ მას მნიშვნელობა 10-იანი. ანუ 10-იანი ინიჭება x. და როგორც უკვე აქამდე ვიცოდით, ზოგადად ყველა ცვლადს აქვს თავისი საარსებო არეალი. ანუ ყველა თავის სკოუპში ცხოვრობს. მე გეუბნებოდით ეგეთ რაღაცას, რომ აი if-ში თუ შევქმნით ცვლადს, მოდი if true დავწეროთ, რომ შევიდე შიგნით, if true let x-ი უდრის 5-ს. და გარეთ ავაკონსოლოთ x. ეს დამირტყავს errors, იმიტომ რომ მიწერს x is not defined. ანუ x-ი არ არის შექმნილი. შექმნილი არის, მაგრამ if-ის ბლოკში. აქამდე ბლოკს უწოდებოდით და if-ის გარემოს, მაგრამ ამას ქვია scope.
Scope არის ადგილი, სადაც შეიძლება რომ ცვლადმა იარსებოს და იმის გარეთ ვერ გავიტანთ. ეს არის if-ის scope. ასევე ისიც ვისწავლეთ, რომ ვარით გატანა შეიძლება გარეთ if-ებიდან რა. მაგრამ ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ზოგადად let-ი არის block scoped. let-ი არის block scoped. block-ი ქვია if-ის, for ციკლის, while ციკლის და ეგეთი რაღაცების ფიგურულ ფრჩხილებს. ანუ ბლოკშია მოქცეული ეს let ცვლადი. ხოლო varis გატანა შემიძლია გარეთ. როგორც გაჩვენეთ, vari არის function scoped, იმიტომ რომ ფუნქციიდან ვერ გავიტანთ. ანუ მაგალითად მე რომ მქონდა რაღაცა ფუნქცია, მოდი foo-და ვარქვათ, როცა არ ვიცით რა სახელი დავარქვათ ფუნქციას, foo-ს ვარქვათ ხოლმე რა. var x იგუდრის 5-ს, მოდი ეს ფუნქცია გამოვიძახოთ, რომ კოდი შესრულდეს. ეს ფუნქცია თუ არ გამოვიძახე, ეს სულად არ შეიქმნება. და ბოლოს დავაკონსოლოთ ჩვენ x. გავუშვათ პროგრამა errors მირტყავს. x is not defined. ეს x-ი არის function scoped. ანუ ფუნქციის scope-იდანაც ვერ გავიტან vars. ანუ if-ის, for-ის და ასეთი ბლოკებიდან გავიტან, მაგრამ ფუნქციის scope-იდან ვერ გავიტან. ანუ ფუნქციის არსება გარემოდან. ეგრე არ შეიძლება. და ნუ მოკლედ ეგ არის scope-ები და binding-ები. და უნდა ვიცოდეთ სად შეგვიძლია სვლადის გამოყენება, სად არა. და ზოგადად, როდესაც პროგრამის, ანუ ყველანაირი scope-ის, ბლოკის და ფუნქციის გარეთ ვწერთ ცვლადს, მაგას ქვია global scoped. გლობალური სვლადი. ეგ იმას ნიშნავს, რომ მე ახლა x სვლადის გამოყენება ყველგან შემიძლია. if-ების ბლოკებშიც, ფუნქციის ბლოკებშიც და ასე შემდეგ. ანუ მე ცვლადს შიგნიდან გარეთ მივწვდები. ანუ მე აქ შემიძლია რომ შიგნით, ანუ if-ის შიგნით x მივწვდე, რომელიც გარეთ მდებარეობს, მაგრამ მე მას პირიქით ვერ გავაკეთებ, ანუ y-ს ვერ მივწვდები გარედან შიგნით. იგივე ფუნქციებს. ანუ ფუნქციის გარეთ ვერ დავწერ და ვერ გამოვიყენებ ფუნქციის შიგნით შექმნილ მნიშვნელობას. როგორც წეგან განახეთ, აი აქ. ანუ მე ამ x გარეთ რომ მიწერია, ამას მე შიგნიდან ვერ გამოვიტან, მაგრამ პირიქით შეიძლება. ანუ მე შეიძლება მქონდა სულ გარეთ შექმნილი let x-ი და ამ ფუნქციაში ვაკონსოლებდე. ეგ შეიძლება, იმიტომ რომ შიგნიდან გარეთ მივწვდები console log x-ი. ეს უკვე შესაძლოა და გამოიტანს 10-იანს ახლა უკვე. გამოიტანა 10-იანი. მოდი უნდა რთული მაგალითიც გამიხილოთ. nested scope-ებზე, ეს scope-ებს ეხება. და ამით დავინახავთ რა ცვლადებზე და რა scope-ებს შემიძლია რომ ვიმოძრავო და ვიმუშაო. მოდი აგიხსნით აი ამ პროგრამის სტრუქტურას და შინაარსს. ამ პროგრამის რამდენი ფუნქციის მიზანი არის, რომ დაგვიწეროს რამდენი და რა საჭირო ინგრედიენტები არის ჰუმუსის გასამზადებლად, რაღაც საჭმელი ჰუმუსი. და აქ რას ვაკეთებთ? ჰუმუს ფუნქციას ვიძახებთ ქვევით და არგუმენტად ვატანთ 3-იანს. ეს 3-იანი ცვლა შეინახება ფაქტორში. ეს ნიშნავს, რომ მე მინდა ჰუმუსი გამომზადო 3 კაცზე. მე ამ ფუნქციის შიგნით კიდევ ახალ ფუნქციას ვქმნი. ანუ ფუნქციის შიგნით რო ფუნქცია მქონდა შექმნილი შეიძლება. ამ ფუნქციას გარეთ ვერ გამოვიძახებ, იმიტომ რომ მარტო აი ამ ჰუმუს ფუნქციაში არსებობს. მის გარეთ ვერ გამოვიყენებ. და ეს არის ინგრედიენტის ფუნქცია, რომელიც პარამეტრებად იღებს amounts, units და names. ანუ რამდენი მინდა ინგრედიენტი, რა მინდა, ანუ რაღაცა კილა მინდა, ჭიქა მინდა თუ რა და მე უკვე დასახელებ ინგრედიენტის name-ი. და აქ ხედავთ რა, აი მოდი shift-ს ვერ გამიხილავ, მოდი გამოძახებას გადავხედოთ და უფრო მარტივად მივახოდრებთ. ვიძახებ ინგრედიენტის ფუნქციას და გადავაწვდი არგუმენტად 1, can და chickpeas. ანუ ეს ერთიანი შეინახება ინგრედიენტ ფუნქციის amount პარამეტრში, ანუ amount სლოტში, can-ი შეინახება unit-ში, chickpeas შეინახება name-ში. ანუ გამოდის რომ ჰუმუს დასამზადებლად საჭიროა 1 კილა ბარდა. ასევე გვჭირდება 0.20, ანუ მეოთხედი ჭიქა ტაჰინი, მეოთხედი ჭიქა ლიმონის წვენი, 1 თავი ნიორი, 2 სუფრის კოვზი,
z და ნახევარი დავამოწეს ფუნ. წეგან თქვი. და ნახევარი კოვზი q-მინ არ ვიცი რა არის. რაღაც ინგრედიენტი. და მე აქ შეგინთ რა ხდება ინგრედიენტში. ინგრედიენტში იქნება ეგეთი ცვლადი let ingredient amount უდრის amount გამრავლებული ფაქტორზე. და ამას მინდა რომ დააკვირდეთ. ნახეთ ეს ინგრედიენტი გათვლილი არის ერთი კაცისთვის, რომელი ინგრედიენტი რამდენი რაოდენობით არის საჭირო. მაგრამ მე მინდა რომ ეს ჰუმუსი გამოვზადოს 3 კაცისთვის, 3 ადამიანისთვის. ანუ გამოდის რომ მე თუ ერთ კაცზე მჭირდება 1 კილა ბარდა, 3 კაცს დამჭირდებოდა 3 კილა ბარდა. და მაგაშობა ინგრედიენტ amount-ი. ანუ amount-ი გამრავლებული ფაქტორზე, amount-ი არის ერთ კაცზე რამდენი მჭირდება, ფაქტორი არის რამდენი კაცი მინდა რომ გავუმზადო. ანუ 1 ჯერ 3. აქ ნახეთ რა მოხდა. მე აქ შემიძლია რომ ფაქტორი გამოვიყენო, იმიტომ რომ ეს ფაქტორი მაქვს შექმნილი გარე სკოპში. ანუ გარე სკოპში რაცაა შექმნილი, ანუ აი აქ. მე შემიძლია შიგნით შევიდანო. მაგრამ სიტყვაზე მე ჰუმუს ფუნქციაში აი აქ მაგალითად რა, მე units ვერ გამოვიყენებ, ან ingredient amounts ვერ გამოვიყენებ, იმიტომ რომ შიგნითაა შექმნილი. ანუ შიგნით რაცა შექმნილი, გარეთ ვერ გავიტან რა. და მე აქ მაგას მარტივი ვიფია რომ თუ ingredient amount-ი არის 1-ზე მეტი, მაშინ units დავუმატოთ s-ი. unit არის can მაგალითად რა. და ინგლისურის წესია რომ როცა მრავლობითში არის სიტყვა s-ი ან es-ი ემატება. და აქაც იგივე რომ თუ რამდენიმე მრავლობითში არის, მაშინ es-ი დავუმატოთ. ანუ თუ 1 can არის, ინგლისურში 3-ზე იქნება 3 cans მრავლობითში გადავიდანოთ. და მე უბრალოდ კონსოლდება 3 კაცზე რამდენი ინგრედიენტია საჭირო. მოდი ამას უცებ გადმოვიტან. function humus აქ არის ადამიანის რაოდენობა, რამდენი კაცს ვამზადებ და მოდი ჰუმუსი გამოვიძახოთ. მინდა რომ აი 3 კაცი გავამზადო. შეგინდა ასევე მაქვს ფუნქცია ინგრედიენტისთვის, ingredient, რომელიც დააკონსოლებს აი ამ 3 კაცზე რამდენია საჭირო ინგრედიენტი. აქ მექნება amount-ი, პარამეტრებად unit-ი და name. ჯერ გავიგოთ ingredient amount-ი, ზოგადად რამდენია საჭირო, ანუ თუ 1 კაცზე არის 1 კილა, 3 კაცზე იქნება 3 კილა. და ეს ადამიანის რაოდენობა ფაქტორში ინახება. და თუ ინგრედიენტების რაოდენობა მეტია 1-ზე, მაშინ s მივუმატოთ, რომ გრამატიკული ინგლისური იყოს. მე დავლოგოთ ეს მნიშვნელობა და ბოლოს გამოვიძახოთ აი ეს ფუნქციები. რამდენჯერმე. ანუ 3 კაცისთვის ახლა გამოვიტანს ეგეთ მნიშვნელობას ნახეთ. თუმცა 3 კაცისთვის ჰუმუსისთვის რა მჭირდება? მჭირდება 3 ჭიქა ტახინი, 6 თავი ნორიო რაღაც ნიორი და 1.5 კოვზი q-მინი, არ ვიცი რა არის. ნორიო საიდან მოვიტანე. და აი აქ ხვდებით სკოპების მნიშვნელობას, nested სკოპების მნიშვნელობას და რატო? და მე მაქვს აქ ჰუმუსის სკოპი, აი ეს ჰუმუს ფუნქციის სკოპი და ასევე ინგრედიენტის სკოპი, აი ეს. მე ფაქტორს აქ იმიტომ ვიყენებ, რომ გარეთ არის შექმნილი. აი ამ სკოპის გარეთ არის შექმნილი და შემიძლია მივუწვდე. მაგრამ მე აქ მაგალითად ვერ დავაკონსოლებ ingredient amounts, იმიტომ რომ ingredient amount-ი ჰუმუსის სკოპში არ არსებობს. არსებობს ingredient-ის სკოპში, ანუ მარტო აქ. მის გარეთ ვერ გავიტანთ. და ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ეს nested სკოპების გაგვიარა და გაგვიაზრებინა. Okay? Q-მინ ძირა, okay. ძირა ყოფილა. კი, სახელის შესვლა შეგვიძლია. აი აქ შემიძლია გავატანო, რომ მაგალითად თურმე ინგრედიენტი საჭირო იყო, რა ვიცი, რა იყო საჭირო. 4 კოვზი ლიმონის სვენი. და რო გავუშვებ ახლა ამ პროგრამას, გამოდის რომ 3 კაცზე 12 კოვზი ლიმონის სვენი გჭირდება. იმიტომ რომ ერთ კაცზე თუ 4 კოვზია, 3 კაცზე 12 იქნება, 4-ში 3. ანუ ფუნქციის შექმნა შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მათი სკოპები, სად რაზე წვდომა არის შესაძლებელი. Okay. სემლოში დღეს რაც გავიარეთ ფუნქციებზე, იყო ფუნქციის ჩაწერის ერთ-ერთი გზა.
ერთ-ერთი და არა ერთადერთი. აი ეს მაგალითად როგორც ვისწავლეთ უკვე, ვიწევთ function-ით, მერე ფუნქციის სახელი, პარამეტრი თუ რამე გვიწერია, მერე ფუნქციის სკოპს ხვდით და ვაბრუნებთ რაღაც მნიშვნელობას. ამ ჩანაწერს ქვია ფუნქციის დეკლარაცია, ანუ function declaration. თუმცა მთლიანობაში არსებობს ფუნქციის ჩაწერის სამი ხერხი, ეს არის ერთ-ერთი. მეორე ხერხი არის ფუნქციის გამოსახულება, ანუ function expression. express გამოსახავს ნიშნავს და მაგიტო ქვია ეგეთი სიხანი. და როგორ იწერება? ვქნით ცვლადს, მაგალითად const square-ი თუ გინდათ ლეთი შექმნილთ, მნიშვნელობა რა აქვს, square-ი, რომელიც უდრის მერე function და პარამეტრი ფიგურული ჭრილები ერთმანეთი აბსოლუტურად იგივეა. და ესეთი განსხვავება ნახე. მე აქ ეგრევე function-ით ვიწყებ და მერე ფუნქციას თავის სახელი აქვს, თუმცა აქ ფუნქციის ნაწილი არის აი ეს function და ეს return. ანუ აი ამ ფუნქციას სახელი არ გააჩნია. თვითონ ფუნქციას არის ანონიმური ფუნქცია. ანუ ისეთ ფუნქციას, რომელსაც სახელი არ აქვს, ქვია ანონიმური ფუნქცია. ვინც Python-ით თანახმად ისწავლობდით, lambda არის იგივე Python-ში ანონიმური ფუნქცია. და რადგანაც ფუნქცია სახელი არ გააჩნია, მას როგორ უნდა მიმართო, ხო, ვერ მიმართავ, ამიტომ ვინახავ ცვლადში. და დანარჩენი ამბავი იგივეა. ანუ ჩაწერის სტილი განსხვავდება მარტო. ქვნი ფუნქცია სახელს არ ვაქმნავ, პარამეტრები, არგუმენტები და რეთარდება ფიგურული ჭრილები აბსოლუტურად იგივენად მუშაობს, უბრალოდ ახლა სახელი არ აქვს, ვინახავ ცალკე ცვლადში. და ასევე არსებობს ისრიანი ფუნქცია, ანუ arrow function. და ნახეთ როგორი პატარა ჩანაწერი აქვს ახლა ეს და აი შეადარებთ. ეს ერთ ხაზზე იწება ძალიან მარტივად. ცოტა უცნაური ჩანაწერია, მაგრამ ახლა აღიხსნით რა და როგორ ხდება აქ. arrow ფუნქციაც არის ასევე ანონიმური ფუნქცია, სახელი არ გააჩნია, ამიტომაც იგივენად ვინახავთ რაღაც ცვლადში, square ცვლადში. და ფუნქცია მარტო არის აი ეს. x-ი ის არის, x გამრავლებული x, ეს არის ფუნქცია. და იგივე საკეთებს რაც ეს რა. უბრალოდ აქ არც ფიგურული ჭრილები გვაქვს, არც return-ი გვაქვს, არაფერი არ გვაქვს რა. ტოლობის მერე, როცა ფუნქციის ჩანაწერი იწყება, იწერება პარამეტრი. ან პარამეტრები, ან შეიძლება პარამეტრი არც ქონდეს საერთოდ. აქ გვაქვს x მაგალითად. მე იწერება ის არის, ანუ ტოლობა და მეტობის ნიშანი ის არ იკეთდება, მაგიტო ქვია ისრიანი ფუნქცია და ბოლოს ის მნიშვნელობა რას მინდა რომ დაბრუნდეს. ანუ წარმოიდგინეთ, როდესაც ისრიანი ფუნქცია წერია ერთ ხაზზე და აქ არ გვიწერია არც return-ი და არც ფიგურული ჭრილები, ესე იგი return-ის და ფიგურული ჭრილებიც ავტომატურად იგულისხმება რომ წერია. დადებითი მხარე ეს აქვს, ანუ ეს არის რა, arrow ფუნქციების რომ მარტივად და უფრო მოკლედ იწერება. ანუ ნახეთ, რომ აქვს მე ფუნქცია function square არის x პარამეტრი და ვარეთანებთ x გამრავლებული x-ზე. ეს ფუნქციის გამოსახულებით იგივეა ჩაიწერება, როგორც ახლა წერან განახეთ, ანუ const square უდრის მერე ფუნქცია, მერე პარამეტრი და return ეს ორი ერთმანეთს ძალიან გავს. მაგრამ ეხლა როგორ შემიძლია მე რომ ჩავწერო ისრიანი ფუნქცია. ნახეთ, const square მერე უკვე პარამეტრის სახელი და აქ მე მაინც შემიძლია რომ დავწერო ფიგურული ჭრილები და return x-ი გამრავლებული x-ზე. ანუ ასეც მუშაობს ჩვენი რა და მოდი გავტესტოთ. დავაკონსოლოთ square ფუნქციის მიერ დაბრუნებული შედეგი. ეხლა გამოიტანს 5, 5-ის კვადრატს, ანუ 25. ანუ ტოლობის მერე იწერება პარამეტრი ან პარამეტრები, ან არსეთი პარამეტრი, მერე ის არის და მერე უკვე ფუნქციის ჩანაწერი. აი აქ თუ პარამეტრი არ მაქვს, აუცილებელია რომ მეწეროს მრგვალი ჭრილები, აუცილებელია. მე თუ ერთი პარამეტრი მაქვს, შემიძლია ჭრილები არც მეწეროს. უბრალოდ prettier-ი რომ აქვს დაყენებული, რომელიც კოდს აფორმატირებს, დასვენებისას მაინც აწერს რა. და თუ რა თქმა უნდა, რამდენი პარამეტრი მაქვს, აუცილებელია ჭრილები რომ გაარკვიოს რა არის პარამეტრი. მაგრამ თუ ერთია საჭირო არ არის. და ეს იგივე ჩანაწერი. თუმცა თუ მარტივი ისრიანი ფუნქცია გვაქვს, რომელიც რაღაცა დიდი კალკულაციას არ მოითხოვს და ეგრევე ვაბრუნებთ ერთ ხაზზევე დათვლილ მნიშვნელობას, მაშინ მე შემიძლია რომ ეს ფიგურული ჭრილიც დავშალო, ესეც დავშალო,
return-ით წავშალო და მეწეროს ერთი ჩააწერი. და აქ ავტომატურად გულისხმობთ, რომ ფიგურების შეხები და return-ები თუ მწერია. უბრალოდ როგორც კი ისრის მერე რაღაცას წერთ, ჩათვალეთ იქ return-დება, ანუ ბრუნდება ფუნქციის მიერ. აი რო დავასეივო და გავუშვა პროგრამა, იგივე შედეგს მივიღებ. ანუ ჩათვალეთ რომ აქ return-ები ფიგურების შეხები იგულისხმება, უბრალოდ მარტივად წერთ. თქვენ რომას გამოიყენებთ? Function declarations, function expressions to arrow functions, ანუ ფუნქციის დეკლარაციას, ფუნქციის გამოსახულებას თუ ისრიან ფუნქციას, თქვენზე დამოკიდებული, რომელიც უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ ყველა მოსანაში სამი გამოიყენოთ, რომ გაეპრაქტიკოთ. ამ ეტაპზე ჩათვალეთ, რომ არანაირი განსხვავება არ არის ჩაწერის გარდა, ერთი რაღაც დეტალი არის, რომელსაც შემოკვირას გავulit. და ესა ფუნქციის ჩაწერის სამი ხერხი. ეხლა მინდა ორი სიტყვით შევეხო hoistings. რა არის hoisting? მე აქამდე გონი ნათქვამი მაქვს ვარზე ერთი უცნაური რაღაც, რომ აი let-ის შემთხვევაში მაგალითად თუ მე ჯერ let-ის შექმნილი ცვლადი გამოვიყენე ან მაგალითად დავაკონსოლე და მე შევქმნი მიგდებს მეთქი errors. Ro cannot access x before initialization. Ან x ვერ მიწვევები მანამ სანამ არ გამოაცხადებო რა. ან ჯერ უნდა შევქმნან და მე გამოვიყენო. თუმცა ვარიანტის შემთხვევაში error-ი არ მაქვს, მაგრამ x-ი არის undefined, ანუ განუსაზღვრელი. ანუ აქ ხდება რომ მეორე ხაზი ისაზღვრება, მაგრამ ჯერჯერობით undefined-ი, ანუ მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული, ხო? და აქ ხდება hoisting-ი. ანუ ვარით შექმნილი ცვლადები ადის პროგრამის თავში. პროგრამის გაშვებისას. იგივე ხდება ფუნქციის დეკლარაციებზე. ანუ მე შემიძლია რომ მოდის query ფუნქცია შექმნი ისევ return x გამრავლებული x. მე შემიძლია ფუნქცია ჯერ გამოვიძახო აი აქ. მოდი კონსოლში შევსვათ რომ დაკონსოლდეს. მე შემიძლია ფუნქცია ჯერ გამოვიძახო და მერე შევქმნა. ანუ იდეაში ახლა errors უნდა მიგდებდეს, მაგრამ არ მიგდებს. 25 გამოაქვს. რატო? ანუ ლოგიკურად რა ვიცი, მგონი უცნაურიც არის ოდნავ, იმიტომ რომ პირველ ხაზზე query ფუნქციას ვიყენებ და პირველ ხაზზე query ფუნქცია არ არსებობს. მესამედან იწყება მის შექმნა. როგორ მუშაობს? როგორც ვთქვათ რომ hoisting-ის გამო. hoisting-ი არის პროგრამის გაშვებისას ფუნქციის დეკლარაციების პროგრამის თავში ატანა. ანუ წარმოვიდგინეთ პროგრამა რო ეშვება, ეს ფუნქციის დეკლარაციები სულ მაღლა ადის. და მის გამოძახებები ქვევით რჩება რა. და იქ არის მიზეზი იმისა, რომ ფუნქცია შემიძლია ჯერ გამოვიძახო და მერე შევქმნა. აი ნახეთ აქ ჩან ხაზი მაქვს, რომ ეს ფუნქციის გამოძახება ზევით არის მაინც გამოყენებამდე და ამიტომ მუშაობს. თუმცა ეს მარტო მოქმედებს ფუნქციის დეკლარაციაზე. ფუნქციის გამოსახულებაზე არ მუშაობს, იმიტომ რომ ესეც ცვლადია ჩვეულებრივი ხა უკვე. ცვლადში ვინახავთ. ეხლა errors დამირყავს. რომ squares ვერ მიწვდები გამოცხადებამდეო. იგივე arrow ფუნქციებზე. აი arrow ფუნქციას იგივე, იმიტომ რომ ცვლადში ვინახავ. ეს მარტო მუშაობს ფუნქციის დეკლარაციაზე. ანუ ასე ჩანწერს. ახლა უკვე error-ი აღარ მაქვს. Okay. და დღეისთვის ბოლო საკითხი, რაც მინდა რომ გამიხილო, არის default parameters, ანუ default პარამეტრები. მაგალითად მაქვს ესეთი ამოცანა. უნდა ჩავწერო ფუნქცია, რომელიც მიესალმება რაღაც სახელის მქონე ადამიანს. დავწერე function, სახელი დავარქვათ მოდი greeting-ი, მისალმება. და აქ დავწეროთ return hello temo. მოდი ეს ფუნქცია გამოვიზახოთ კონსოლში. greeting მე რამყოლებში ხლები რომ გამოვიზახოთ. დაწერს hello temo, მუშაობს. მაგრამ იქნებ მე ნიკა მქვია. მოიწევს ამის სრულება, ნიკას ჩაწერა. და იმუშავებს, მაგრამ ფუნქციის შტავს არ უნდა შევცვალოთ. აქ მე შემიძლია რომ ამას ჩაუსვა პარამეტრი name-ი და სახელი გადავაწოდო ფუნქციის გამოძახებისას არგუმენტად. ანუ გადავაწოდო temo სიტყვას. და ამ names ვიყენებ უკვე ფუნქციის შიგნით. აქ, მოდი ასე რაღაც დავწერე. hello-ს დავუმატოთ name. ანუ კონკრეტულ სტრინგს გავაკეთებ სტრინგების შეერთება. ახლა უკვე temo
არგუმენტი შეინახება name პარამეტრში, name სლოტში. გავუშვათ. მუშაობ, მოიცა. რატო არ მუშაობს? იგა. რაღაც დაიმართ არ ვიცი. დაწერა hello თემო. თუ მინდა რომ ნიკას მიესალმოს, დავწერთ აქ ნიკას არგუმენტად და hello-ს დამატება name. Name ახლა უკვე ზოგადია, მაგრამ სხვა მნიშვნელობა შეიცავს. დაწერს hello ნიკას. აი ასე. მაგრამ მოდი ოდან გავართულოთ, მე თუ აქ არგუმენტი საერთოდ არ გადავაწოდე, მოდი დამიწეროს გამარჯობა უცნობო. ანუ hello, მოდი ქართულად დავწეროთ, მაგრამ გამარჯობა უცნობო დამიწეროს. ამას როგორ ვიზავთ? როგორ და შემდეგნაირად. მე შემიძლია შევამოწმო name არსებობს თუ არა. თუ არსებობს დავწერთ რომ გამარჯობა პლუს name, name რაც იქნება და თუ არ არსებობს გამარჯობა უცნობოს დავწერ უბრალოდ რა. ამას როგორ ვისაუბრ? თუ name არის undefined, ანუ როდესაც არ გადავაწოდე მე არგუმენტად რაიმე მნიშვნელობას, name იქნება undefined. ანუ ეს იგივე რაც let name რო დავწერო და მნიშვნელობა არ მივაინჭო. ეს ხო undefined-ია. იგივე პარამეტრზეც, იგივე ცვლადია ჩათვალეთ. აქ დავბეჭდავ, კი დავარეთანებ return გამარჯობა უცნობო. ხოლო ყველა სხვა დაანჩენ შემთხვევაში დავაკონსოლებ გამარჯობა პლუს names. ანუ ეხლა name არ არსებობს undefined-ია, ამიტომ შევდივართ მის ტანში და იბეჭდება გამარჯობა უცნობო. თუ რაღაც გადავაწოდე მაგალითად თემო, დამბეჭდავს გამარჯობა თემოს. ანუ მუშაობს. და რაღაც რამდენიმე დეტალიც მინდა კიდევ დავამატო, უფრო მოკლედ შეიძლება მის ჩაწერა. მე შემიძლია რომ ეს უდრის undefined დამუშავო საერთოდ. ესეც იმუშავებს. აი ესე არ მუშავებს, აი აქ რო ზაღლიშანი დაუსვა. და გეტყვით როგორ გამარჯობა თემოს წერს, ეხლა ეს რომ მქონდეს, არაფერსაც არ დაწერს. ვახ. ახეთ ეს დამატებით ვჭხლი არ მინდა, დაწერა გამარჯობა უცნობო. და ახლა რა ხდება? როდესაც if-ში მიწერია, არა პირობა, არამედ უბრალოდ ცვალის მნიშვნელობა. if name მაგალითად. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ name არსებობს. და რატო? ზოგადად ვიცით, რომ if-ის პირობაში ჩაწერილი გამოსახულება საბოლოო ჯამში ან true-ად გადაიქცევა, ან false-ად. თუ true არის შევდივართ if-ში, თუ false-ია აღარ შევდივართ. და აქ false-ად გადაიქცევა მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომელიც არის false value. და false მნიშვნელობა გვაქვს JavaScript-ში 6, როგორც წინებზე გითხარით. ეს არის undefined, ეს არის null, none, царელი string-ი, null და თავად false. და ნუ ერთ-ერთი გვაწყობს აქ undefined რა ხომ არის. და დანარჩენი ყველა მნიშვნელობა JavaScript-ში არის truth მნიშვნელობა, ანუ true-ად გადაიქცევა. ანუ აქ მე თუ მიწერე მაგალითად თემო არის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, truth მნიშვნელობა, ამიტომ true-ად გადაიქცევა და შევდივართ მის ტანში. თუ undefined მაქვს მაგალითად, undefined გადაიქცევა false-ად, undefined მაშინ მაქვს, როცა არგუმენტს არ გავატან. და აქ აღარ შევდივარ. ანუ თუ მიწერე აქ if name ნიშნავს რომ თუ name არსებობს. და მის შეტრილებული იქნება, მაგალითად მაინტერესებს, როცა თუ name არ არსებობს. და ამის ვიყენებ not operators, შემოტრიალებს operators. ანუ ეხლა ეს უკვე არის თუ name არ არსებობს. ანუ ესაა თუ name არსებობს და თუ name არ არსებობს. სახელის ნიშნით. და აქაც იგივეს გავაკეთებ, რომ თუ name არ არსებობს, მაშინ დავწერ გამარჯობა უცნობოს, ყველა სხვა შემთხვევაში თუ არსებობს, დავწერ გამარჯობა names. და ახლა მუშაობს. ეხლა არ არსებობს undefined-ია, ეხლა არსებობს დამიწერს თემოს. ეგა, მუშაობს შენივრად, ხო? უფრო შემოკლება შეიძლება ამ პროგრამის. ერთი რამ მინდა კიდე რომ დავამატო. როდესაც ფუნქციაში რაღაც მნიშვნელობა return-დება, ფუნქცია წვეთს მუშაობას. ანუ მაგალითად, მე აქ მიწერილი რაღაცა console log 1. მოდი მე დავაბრუნოთ 2 რიცხვი და აქ დავაკონსოლოთ 3. აი წეღარას თქვი იმის მიხედვით რომ თუ იმშელებთ. მე რო ამ ფუნქციას გამოვიძახებ
ტერმინალში რა მნიშვნელობები დამიკონსოლდება? ანუ ჯერ ვაკონსოლდები 1-იანს, მერე დავაბრუნებ 2-იანს და მერე ვაკონსოლდებ 3-იანს. რაები დამიკონსოლდება? რითან არ შეიძლება რითან აბრუნეს ფუნქციიდან მნიშვნელობას. და მერე შეიძლება მნიშვნელობა გამოიყენო. უბრალოდ რო არ დაგაკონსოლო ეკრანზე რა. არასდროს რომ მიწერია ვიცი კი. უბრალოდ ახლა მაინტერესებს თქვენი აზრით რა დაკონსოლდება ტერმინალში. ჯერ ვაკონსოლდებ 1-იანს, მერე ვაბრუნებ 2-იანს, რომელიც აქ კონსოლში მოხვდება და დაკონსოლდება და მერე ვაკონსოლდებ 3-იანს. აქედან რომელი რისხები დაკონსოლდება და რომელი არა? ხო არ მეტყვით? ერთი და 3, ოკეი. 2 რატო არა? მოდი გავუშვით და ვნახოთ, აბა. 1 და 2 და გამოიტანა მარტო. 2 და 3-იც არა, 1 და 2 მარტო. და ნახეთ რატო. ნუ ფუნქცია გამოვიძახეთ, ესე იგი შევდივართ მის ტანში და ეგრევე კონსოლდება 1-იანი. გამოვიდა 1-იანი. მერე ვარეთარნებთ 2-იანს. რითან 2 რას ნიშნავს, რომ აი ამ ფუნქციის გამოძახების ადგილას ჯდება 2-იანი. და მერე 2-იანს კონსოლდება აი ამ კონსოლოგის მიერ. და კონსოლო, უი, ეს ოუნო მეწერს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ეხლა შეცდომა მქონდა, მაგრამ ერორი არ დაარტყა. და რატომ? იმიტომ რომ როდესაც ფუნქციაში რაღაცა არ ითანდება, ფუნქცია წყვეტს მუშაობას. ანუ აქ აღარ გადავა, ნახეთ, ფერმკრთალი ეს კოდი, იმიტომ რომ მან ნიშნავს Visual Studio Code-ი, რომ ამას აღარ წავიკითხავ რა. რითანის მერე აღარაფერი აღარ სრულდება. და აქ ნახეთ, შეცდომაც მქონდა. აი მოდი რაღაც დებილობა დავწეროთ რა. ერორს არ დაარტყავს, იმიტომ რომ პროგრამა ამ ხაზამდე არ მივა. იმიტომ რომ მაღლა რითანი უწერია. და შესაბამისად მე შემიძლია ეს კოდი რო უფრო შევამოკლო და როგორ? შემიძლია რომ else არც გამოვიყენო. ასე მეწეროს. და ეხლა აქ რა ხდება? თუ name-ი არ არსებობს, ანუ თუ მაგათ არგუმენტი არ მაქვს რა, ეგრევე დაეთანხმდება გამარჯობა უცნობო. და რო დაეთანხმდება გამარჯობა უცნობო, ფუნქცია შეწყოს მუშაობას, ანუ მე 5 ხაზს აღარ წავიკითხავთ. და ეხლა დაიბეჭდა გამარჯობა უცნობო. მაგრამ თუ აქ რაღაცა სახელი მაქვს, მაგალითად თემო, if-ში აღარ შევდივართ და ეგრევე რითანხმდება გამარჯობა თემო. გამარჯობა თემო, ვიცი? მაგერ გამარჯობა თემო დაიბრინდა. ოკეი? ამ ფუნქციის შემოკლება კიდევ შეგვიძლია და აი ამაში გვეხმარება ზუსტად default პარამეტრები. ცოტა შორიდან მოვარე. ანუ ეს კოდი ჩვენ უკვე ჩავწერეთ, აქ რას მაქვს? დაჟე უფრო მოკლედ. და რაში გვეხმარება default პარამეტრები. თუ ფუნქციის გამოძახების ეს არგუმენტს არ გავატანთ, ჩვენ ამ პარამეტრის მნიშვნელობა შემიძლია წინასწარ გავსაზღვროთ. აი აქ name უდრის უცნობას მაგალითად. ანუ მე შემიძლია უბრალოდ დავარითარნო return გამარჯობა plus name. ასე. ნუ ახლა თუ გამოვიტანე მნიშვნელობა დაწერს გამარჯობა თემოს, იმიტომ რომ name არის თემო, თუ არაფერი მაქვს დაწერს გამარჯობა undefined, იმიტომ რომ name არის undefined. მაგრამ როდესაც name არის ანუ არ არის განსაზღვრული, ანუ არგუმენტი არ მაქვს, პარამეტრში არაფერი არ მიწერია, შემიძლია აქ განსაზღვრო default-ად რა იქნებოდა მისი მნიშვნელობა და მოდი იყოს უცნობო. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ თუ არგუმენტი არ მაქვს, name იქნება თავიდან უცნობი. უცნობო. ხოლო თუ მე არგუმენტი მექნება, თემო ჩაიწერება name-ში ახლა უკვე. და ეს უცნობს მოვიშორებთ. და დაპრინტოს გამარჯობა თემოს. და ეს რა თქმა უნდა ბევრად უფრო კარგი, მოკლე და მარტივი ჩანაწერია, ხო? ალბათ დამეთანხმებით. ოკეი. დღეს სულ ეს იყო. დილ ლექცია არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ მარტივი ეს ფუნქციების თემა. ამოცანები ამის რაც გექნებათ, ყველაფერი ჩაწერეთ ხოლმე ფუნქციების გამოყენებით. ამ კვირის ამოცანებში ცალსახად იქნება დაწერილი, რომ ფუნქციები გამოიყენეთ მეთქი, რომ დაწერეთ ფუნქცია, მაგრამ ამის შემდეგ რომ გეკითხებიან დაწერეთ პროგრამა,
აი იგულისხმება ჩათვალეთ რომ ფუნქციები უნდა დაწეროთ უკვე და ფუნქციები გამოიყენოთ ყველაფერში. ანუ რა ვისწავლეთ დღეს? ფუნქცია გამოიყენება იმისთვის რომ კოდის გამეორება არ მოგვიწიოს, ანუ ერთხელ ჩავწერთ და ბევრჯერ გამოვიძახებთ და ასევე შეგვიძლია რომ დინამიური კოდი ჩავწეროთ. ანუ მე შემიძლია ზოგადი კოდი ჩავწერო, მაგრამ ბევრჯერ გამოვიყენოს სხვადასხვა კონკრეტული მნიშვნელობისთვის, ანუ 5-ის კვადრატი გავიგო 10-ის 3-ის და ასე შემდეგ. მაგრამ ფუნქცია ზოგადი არის, დინამიური არის. ეს იყო სტატიკური ფუნქცია, იმიტომ რომ მარტო 10 და 5-ზე მუშაობდა, სხვა არაფერზე. ეს უკვე ყველაფერზე მუშაობს, რაზეც გამიხარდება. დღეისთვის ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა ჩანაწერს გამოვთავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.